განახლებული ტრადიციის ტყიბულქალაქობის დღესასწაული მუნიციპალიტეტის გამგებლის რობიზონ გვენეტაძის ინიციატივით ადგილობრივებმა და სტუმრებმა კიდევ ერთხელ იზეიმეს. ამ დღის აღსანიშნავად ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა. ტყიბულქალაქობა 2016 დღესასწაული ახობაძის ქუჩაზე ახლად რეაბილიტირებული სკვერის საზეიმო გახსნის ცერემონიალით დაიწყო. პარკის ექსპლუატაციაში შესვლას დასის მსახიობებმა სანდრო ბუცხრიკიძემ და ნათია ხაბურზანიამ რეზო გაბრიაძის სცენარის უცხო ჩიტის მიხედვით წარმოდგენის ინტერპრეტაცია მიუძღვნეს, რომელიც სკვერის დაარსებასთან და მასთან დაკავშირებულ ისტორიებზე იყო აგებული. განსაკუთრებულ საზეიმო განწყობას კი ის 10-მდე ნომერი ქმნიდა, რომელიც ხონის კულტურის ცენტრის სასულე ორკესტრმა შეასრულა. ღონისძიება დეკლამატორს მაია ბრეგაძეს მიხავდა. ღონისძიებების პარალელურად საბავშვო ბაგა-ბაღების აღსასრდელთა კონცერტი მიმდინარეობდა, რომელშიც ჩართული იყო ტყიბულის ნომერ 1, 2, 3 და 4 საბავშვო ბაღები. ნახევარსაათიანი პროგრამა ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომრებით იყო წარმოდგენილი. საგანგებო ფორმებში გამოწყობილმა აღსასრდელებმა მაყურებელს ცეკვა კახური, პოპური, იმერული და ხევსურული შესთავაზეს. კონცერტი ნომერ 1 საბავშვო ბაგა-ბაღის ამხსნელს ეკა ჩაფიძეს მიჰყავდა. ორგანიზება კი მას სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების, ქალაქის ღონისძიებათა სამხატვრო ხელმძღვანელმა მაკა ბაბუნაშვილმა გაუწია. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ თერჯოლისა და ტყიბულის მიტროპოლიტი მეუფე გიორგი შალამბერიძე, იმერეთის მხარის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე, ასევე სხვა ადგილობრივი და სტუმარი ოფიციალური პირები. მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია, რომ ახლად გახსნილი სკვერის მწვანე ნარგავებით განაშენიანებაც განხორციელდა. ამ სასიკეთო საქმეში იმერეთის გუბერნატორი და მუნიციპალიტეტის გამგებელიც ჩაერთვნენ. პარკის თავისუფალ სივრცეზე მარადმწვანე ფიჭვისა და ნაძვის ხემცენარეები დაირგო. დიდი დღეა ტყიბულში, ზეიმობენ ტყიბულქალაქობას და შემოდეგის დღესასწაულს. და კარგია ძალიან ეს ტრადიციები, უნდა გავახაროთ შრომელი, გლეხი, მლოცველი. ილოცავთ ამ კარგი სკვერის გახსნას და კარგი იქნება ბავშვებისათვის. ახალგაზრდობას მიხედვა უნდა და ლოცვილი იყოს და კარგი ამბები სულ. მერტი იყოს მაგათი ფარველი. გილოცავთ ყველას ტყიბულქალაქობას, ძალიან მიხარია, რომ ასეთი ღონისძიებები ხშირად ტარდება და მინდა რომ კიდევ გაიმართოს. შეეხება ამ სკვერის გახსნას, ძალიან სასიხარულოა ეს ყველა ბავშვისათვის და ახლა გვექნება ადგილი, სადაც ყოველდღიურად, ყოველ საღამოს მოვალთ და გავისეინებთ თინეიჯერები და პატარების გაერთობიან ატრაქციონებით. ძალიან სასიხარულოა, რომ ესეთ ღონისძიება ტარდება ჩვენს ქალაქში და მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მთავრობას და ხელისუფლებას, რომ გაგვიხსნას ესეთი პარკი და მინდა რომ კიდევ ხშირად ჩატარდეს ასეთი ღონისძიებები, რადგან პოპულარიზაცია მოხდეს ჩვენ ქალაქში. მოვეწონა დღეს ტყიბულქალაქობა, ძალიან კარგი სკვერი არის, მინდა მუდამ ასე რომ იყოს ტყიბულში და კი ხშირად მოვალ, იმიტომ რომ ბევრი მეგობარიც არის აქ და უფრო კარგი გართობა არის ვიდრე ადრე ამ სკვერში. ძალიან მომეწონა ეს ღონისძიება და ძალიან კარგად ცეკვავდნენ ბავშვები. და დიდი მადლობა ვინც ეს ღონისძიება გააკეთა და ძალიან ლამაზი პარკია. პარკი გახსნილია, ძალიან გამიხარდა. ხშირად ევლი აქ ჩემ მეგობრებთან ერთად გასართობად და დასასვენებლად. მე ძალიან მომეწონა აქ ყოფნა. საინტერესო გამოსვლები იყო და დღევანდელი დღე ძალიან მომწონს. ძალიან კარგი არის, რომ ეს სკვერი გაკეთა ბავშვებისთვის და ქალაქის სილამაზეა. დღევანდელი დღე მინდა ყველა ტყიბულეს მიულოცოთ, წარმატებული წლები გქონოდეს, ბევრი ასეთი კარგი საქმე გაკეთებული იყოს, ყოველივე სიკეთეს უსურებ ჩემ ქალაქს. სახალხო ტრადიციულ ზეიმს სამხატვრო სკოლამ გამოფენა მიუძღვნა, სადაც წარმოდგენილი იყო როგორც სახვითი, ასევე გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. სკოლის 70-მდე მოსწავლემ ნამუშევრები თემატურად ტყიბულქალაქობას დაუკავშირა. წარმოდგენილი იყო ასევე სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები, თექა და ვიტრაჟები. განსაკუთრებულ ამაღლებულ ემოციურ განწყობას ქმნიდა ის გარემოება, რომ გამოფენის დათვალიერება კლასიკური მუსიკის ფონზე მოეწყო. მაყვალა ქაცრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა მსმენელს ფორტეპიანოსა და ფლეიტაზე შესრულებით ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესთავაზეს და მუსიკალური კომპოზიციებით გამოეხმაურნენ ქალაქის საზეიმო განწყობასა და საყოველთაო მხიარულებას. მოვაწყოთ გამოფენა, წარმოდგენილი არის კომპოზიციები ქალაქის თემაზე შექმნილი. გვაქვს გამოყენებითი ხელოვნება, თექა, ვიტრაჟი, კიდევ თიხის ნაკეთობები. მომავალში დავგეგმავთ ასფალტზე ხატვა იქნება კიდევ და შემოდგომის თემაზე
შეგვიძლია უფრო დიდრულად წარმოვადგინოთ ყველაფერი. გილოცავთ ტყიბულ ქალაქობას მრავალდაესწარით მივიღე სამხატვრო გამოფენაში მონაწილეობა და ჩემი ნახატი არის ეს. ტყიბულის სადგური არის დახატული. სპეციალურად ტყიბულ ქალაქობისთვის დავხატე. მე 4 წელია დავდივარ სამხატვროში, ძალიან მომწონს. ჩემი ნახატი აქ წარმოდგენილია ერთი. პოლიციის შენობა მაქვს დახატული.